ყოველთვის შეიძლება ამის სწავლა? და რამდენად მარტივია, რა არის სირთულე, რა უნდა იცოდე, რა ტიპის მობილური უნდა გქონდეს და ტექნიკასთან ზოგადად რა ურთიერთობა უნდა გქონდეს? ძალიან ვურჩევ ხოლმე ყველას, რომ ნებისმიერ თემაში, რაზეც საერთოდ გარყმაში არ ხარ, დაიწყო მენტორით. თუ ამის საშუალება არ გაქვს, დღეს სოციალურ ქსელშიც უფასო მასალები, წიგნები, რომელიც 30-50 ლარამდე შეიძლება წიგნი ღირდეს, აქ ნაკლები უკავშირია, ნაკლები ესე ვთქვათ, პირადი მენტორობა არის, მაგრამ შეგიძლია ინფორმაცია ისევე მიიღო, რა როგორ უნდა გაკეთდეს. თავარია გქონდეს საშუალო დონის ტელეფონი. ინტერნეტთან წვდომა. მე რეკომენდაციას ვუწევ, რომ თუნდაც ძველი iPhone იყოს, იმიტომ რომ როდესაც ვიდეო ეხება საქმე, უფრო კარგი ოპტიმიზაცია აქვს. ფოტოებში, როგორც ვიცი, Android-ი ჯობნის, მაგრამ უბრალოდ ვიდეოსთვის თუნდაც iPhone 11 იყოს ძველი, ნახმარი, არ არის პრობლემა, მაინც ამას ვურჩევდი. და სწავლა შეიძლება სხვებზე დაკვირვებით. თავისთავად ეს მოვა, ეს ცოდნა პრაქტიკიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში მივხვდით ბევრ ძალისხმევას, ბევრ დისკომფორტს და ბევრ დროს. და ეს ყველაფერი შეგვიძლია, რომ ფულით ვიყიდოთ. ანუ იმის მაგათ რომ რაღაცას მივხვდე 2 წელში, გავიგო პირველივე დღეს მენტორთან, ან წიგნიდან და ასე შემდეგ, ანუ ან დროს ვიხდით მეც, ან ფულს.